ფოთში კოღოების წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი დაიწყო, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს. ეგრეთ წოდებული თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება წყალსატევი და დაჭაობებული ტერიტორია, სადაც კოღოს მატლების გავრცელება მასობრივად აღენიშნება. ვირუსული დაავადებები, როგორც არის ფლავია ვირუსის მსგავსი დაავადებები, მოგვიხსენებათ გავრცელებული არის 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს. დაავადებების ძირითადი გადამტანი არის სხვადასხვა სახეობის კოღო. პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ფოთში ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ორი დღე უკვე რაც დაიწყო, უშუალოდ ახორციელებს სოფლის მეურნეობასთან არსებული სააგენტო, ეს არის სურსათის სააგენტო და ასევე ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უშუალოდ ეხება სადენსექციო სამუშაოების შესრულება. ამჟამად ვადების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ამინდზე და სამუშაოები უნდა დასრულდეს სექტემბრის თვის დასაწყისში. დიდი კმაყოფილი ვართ. ერთი თვის უკან იყო ასეთი შეწამლები და შედეგს ხედავთ კოღოსის. ვამჩნევთ, რომ ბუზის არ არის. გარდა ფოთისა, წამლობები გურიასა და აჭარაშიც მიმდინარეობს.